დანაშაული და სასჯელი. ორად იყოფა ჩემთვის დანაშაულის გაგება. საკმარისი იყო ვიღაცის ნება, რომ შენ უნდა დასჯილიყავი და დაიჭებოდი. ვინც ჩადის დანაშაულს. იცოდი ქურდი როგორ ისჯებოდა, იცოდი მკვლელი როგორ დაისჯებოდა. ისტორიის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ ეს იყო მთავარი არსი დანაშაულის. მნიშვნელობა აქვს სოციუმს, მნიშვნელობა აქვს განათლებას. ყველაფრის გამო შეიძლება თავი მოეკვეთა თუ მეფე გადაწყვეტდა, ხო? არის ადამიანთა ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ აქვს სინანულის აღქმა, რომ მან რამე დააშავა. აი სიკვდილი დასჯა რომ არასწორია. ეგეც კი მაგისგან მოდის. საქართველო გახდა პირველი სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუციურ დონეზე აკრძალა სიკვდილით დასჯა 1921 წელს. რა ქმედება ჩაიდინენ რომ დაისაჯო, ეგ უნდა ეწერო სადმე. ამ თეორიამ თავჯოზე იმუშავა და კონკრეტული რეზულტატიც მოიტანა. ნიღბიანი ადამიანი ხელს უტყამს ქალს. იყო შემთხვევები, როდესაც თითო პატიმარზე საშუალოდ 2 კვადრატულიც არ მოდიოდა. ადამიანებმა შეჭამეს ერთმანეთი გაბატონებული კლასის მიერ დადგენილი ქცევის წესები. ნულოვანი ტოლერანტობა ამბობს, რომ ის უნდა დაისაჯოს. სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ის გააკეთოს, რისი უფლებამოსილებაც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით. ჩემთვის ეგ სულად არა კონსტიტუციური ნორმაა, კაუჩუკის ნორმაა. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ სამართალი აღსრულდა. შენთვის ეს არის თუ არა დანაშაული? ხო, რთული ამბავი.